ახლა კი ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი სტუმარი უნდა წარმოადგინოთ ჩვენ შოუში. გთხოვთ მივესალმოთ, ჩვენი სტუმარია არაჩვეულებრივი მოცეკვავე, არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, უმცროსი და ანსამბლ რუსთავის მოცეკვავეები. ხო. ვაში გიგაცოდე გადასალე. ეთილი იყოს. გადასარევი შვენიერი. მე ჯერ რაც დამაგდა ბავშვობაში 1-2 ესე იგი მე სხვათა შორის სკოლაში დავდიოდი, სკოლაში იყო ხოლმე პატარა წრეები იყო და იქ დავდიოდი და მე ნელა გეტყვით როგორც ეკავთ მე და ნიკოლოზი. საოცრად. ნუ თქვენი ფეხები ყველგან საინტერესოა და განსაკუთრებით ჩემ გადაცემაში კეთილი იყო ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ მთელი ძალდატანება მოდის გასმებზე და ილეთებზე. ხვასია, ხო არ ვცნობ. მადლობა. რო იყვან აკადემიაში ბავშვებს თავიდან ფეხებზე უყურე? ნუ ვიწყებ წელიდან დაწყებული ტანი. აღნაგობა უნდა ნახო, როგორი ტანი აქვს, როგორი კი ბატონო. როგორი ფეხები აქვს, შოლტივით ფეხები თუ აქვს, მე უკვე კი ბატონო. ანუ ყელტერფიანი არ იყოს. ანუ ფრიდონ იმის თქვა კიდე რომ ჩვენთვის უკვე გვიანია ხო? არა, ჩვენთვის გვიანი არადროს არა. სხვათა შორის მაგარი მომატებულები მეჩვენებით და არ ვიცით. რა მაგარია. ასეთ ადამიანებთან რო გაქვს ყოველდღიური შეხება. თორემ მე ავა მობრძანდით. ისწავლეთ ქართული ცეკვა ჩვენს აკადემიაში და წონაში კლებაც იქნება. რატო დარდო კაცო მაგას? სხვათა შორის ეხლა რა ვთქვი, ჩვენ გადასარევად ცეკვავთ მინდა გითხრათ. არა მარტო საქართველოში ჩვენი ქორეოგრაფიული მონაცემები ფარგლებს გარეთაც გავიტანეთ. კი ბატონო. ჩვენ ევროპაში სვანურებს ცეკვავთ. ბადალი არ აქვს. სხვათა შორის ნაღლის ბუშტის კახეთქვამდე. არის ცეკვებ და შენიაჯობებს. ასე რომ მე შემიძლია რამდენიმე ჩვენი გამოგონილეთი გაჩვენო. ჩვენი საუბრის დასასრულს მე და ნიკა გაჩვენებთ ამას აუცილებლად და შეგიძლიათ შეიტანოთ მე თუ რა თქმა უნდა მოგეწონებათ. არაფერი არ გვიდა ჩვენ. სამსებით უბრალოდ. მოკლედ, კარგი. დავიწყოთ საუბარი. ფრიდონ ბატონო, ესე იგი თქვენი კარიერა დაიწყო რუსთავიდან. ახლა რუსთავი 2-ში ხართ? ამ ტელევიზიის კარიერაც რუსთავიდან დაიწყო. მოკლედ ორი რუსთაველი შეხვდით ერთმანეთსაგან და როგორ მოხვედი რუსთავიდან რუსთავი 2-მდე? ეს მოკლედ. ნუ რუსთავში ახლა მე უკვე 20 წელია დავსწრებ ამ ანსამბლში. და ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა რასაკვირველია, იმიტომ რომ ვარ ანსამბლ რუსთავის ერთგული წევრი. ძალიან მიყვარს ეს ანსამბლი, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემებიც. შემოგევრე, მადლობა. პატივს ვცემ ყველა თითოეულ ადამიანს, მადლობა პირველ რიგში რომ მომიწვიეთ გადაცემაში და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ მე დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებ თქვენს გადაცემაში. ანსამბლი რუსთავიც რასაკვირველია, ყველა მიცის რომ ერთ-ერთი უნიკალური ანსამბლი არის იმ ანსამბლებს შორის. ანსამბლში მომავალი თაობა მოდის, ანსამბლს უერთდება უკვე ახალგაზრდული ანსამბლი და თქვენს ხედავთ როგორი ესეთი ლამაზები და მონდომებულები არის. როგორც ამბობენ, სისხლის გადასხმაა ხოლმე. კი, აუცილებელია. ყოველთვის გჭირდება, ხო, რა თქმა უნდა. თან ახლა ასეთ სისხლს თუ გადაასხავრა ჯობია მაგას. მომავალი თაობა იზრდება, მომავალ თაობებს ვზრდით და ახალგაზრდა. ესე იგი, რახან არ ვსაუბრობთ ამ თემაზე, როგორც ვიცი, რაღაც სტუდიების გახსნას აპირებთ. აკადემია აქვს. ფრიდონს. რასთან დაკავშირებითაც უკაცრავად გეტყვით ბარემ რომ ბოლომდე რაც გვაინტერესებს ორივეს ერთად რომ ბოლომდე გაგვცეთ პასუხი. აკადემია გაქვთ თქვენი. სადაც თქვენ როგორც აღნიშნეთ, არჩევთ წელი, ფეხი, უყურებთ ბავშვებს, ადამიანებს და მე აძლევთ საშუალებას, რომ მინიმუმ მათ ქორწილებში იმღერონ გადასალევა თუ პროფესიონალად არ გაყვევიან ამ ყველაფერს. ჩვენ ქორწილშიც აგვაქვს ნაცეკვი, არ გეგონოთ რომ ისე იყო. აი ამ აკადემიასთან დაკავშირებით მაინტერესებს სადაა ეს, რა ხდება
როგორ შეიძლება რომ ბავშვი მოიყვანონ, რა გააკეთონ, სად მოგძებნონ, რომ აი მოგვიყვე და საიდან გაგიჩნდა რომ გიდა არ გიდა მაინც რაღაცა თითქოს მგონია რომ ცალკე გამოსული ვითახარ და რატო გადაწყვიტე ეს? ნუ მე ყოველთვის მქონდა სურვილი მიუხედავად იმისა რომ ანსამბლ რუსთავში ცეკვავ და ვარ ანსამბლ რუსთავში წლებია, ეხლა მამაჩემთან ერთად უკვე წლებია რაც ერთად მუშაობთ, ერთად ვართ, მე მოცეკვავე ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ ხუთიანზე, იმიტომ რომ მიყვარს ეს საქმე. და ოდესაც მე ავირჩიე პროფესორო გამხდარიყავი ქორეოგრაფი, გადავწყვიტე რომ ჩამემბარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში, მიმიღო რაღაცა კვალიფიკაცია, მქონოდა ეს გამოცდილება, დავამთავრე მაგისტრატურა, ისევ ქორეოგრაფიული განხრით და ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ის, ოდესაც პირველად დავიწყე მუშაობა მამაჩემთან ერთად არტოს ბაღში, ვასწავლედი ბავშვებს ქართულ ცეკვას და დროთა განმავლობაში უკვე გადავწყვიტე, რომ მე მქონოდა შესაძლებლობა, რომ აი გამეხსნა სტუდია, სადაც იქნებოდა სამომავლო პერსპექტივისთვის მამაჩემის სახელობის სტუდია. ჯერ დავიწყე სტუდიებით. პირველი სტუდია გავაკეთე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სადაც არის ცაბაძის ფილიალი. ცაბაძის ფილიალს ვეძახით, ანუ ქუჩაზე, საბაძის ქუჩაზე გავხსენით. ფრიდონ სულაბერძის ცეკვის სტუდია და შემდგომ გადაინაცვლა უკვე ვორონცოვზე 31 საჯარო სკოლაში და ეს სტუდიები იმდენად მომაგრდა უკვე ბავშვები იმდენად კარგად შევისო სტუდიებში, რომ გადავწყვიტე მამაჩემის სახელობის აკადემია გამეხსნა. მადლობა ღმერთს, მოკლედ საბურთალოზე, ნუცუბიძეზე გაიხსნა არაჩვეულებრივი სტუდია. ეხლა მარტიდან ხსნით ფილიალს, რომელიც იქნება ცენტრალური ფილიალი ბესარიონ ჟღენტის 8 ნომერში და აქ შეიძლებათ ბავშვებს შეისწავლონ არა მარტო ქართული ცეკვა, არამედ სახასიათო ცეკვები, კლასიკური ცეკვები, ტანვარჯიში, ხალხური საკრავები, სიმღერა, ანუ ხელოვნების სინთეზი, ყველა დარგი შესაძლებელი. კომპლექსურად იქნება ყველაფერი ერთად, რაც ძალიან კარგია. აი ეს თუ იქნება რომ ქორწილის წინა კვირებში რომ სწავლობენ ხოლმე ნეფე დედოფალი, შეიძლება რომ სასაკვირველია. სასაკვირველო მაგათაც ვამზადებთ. მოყვარულებსაც ისე. შევთანხმდებით როგორმე. და ეს არ მომეწონა ეს პასუხი, ეს შევთანხმდები. მე მინდოდა რომ მთელ საქართველოს გაეგო რამდენს მართვე მე. ჩვენ არაფერს შემოგა. მე არაფერს, კარგია, მაშინ ერთი 15 წვილი მყავს ჩემები და იმათ გამოვარდნი. და აქედან მე გადავწყვიტეთ რომ ეს აკადემია გაგვეხსნა უფრო აი ვარკეთილის ფილიალში. ერთი რა გამაგებინე, კაცო. არა, სვავთ არაქეიფობთ ამდენს რო შრომობ, 20 წუთია ლაპარაკობ. ამდენს რო შრომობთ. მე თუ არ დავლია, არ ცეკვავ და თქვენ ესე იგი დალევის გარეშე შეგიძლიათ იგავები. ვიყვარს, მოცეკვავებს დალევა უყვართ. ეგრე არ არის? კი ბატონო. ყველა ჭამაც უყვართ, სმას უყვართ, დალევას უყვართ და რელაქსი. სულ თქვენ ცხიმებს ვსვავთ, მე და ნიკამ ვიკითხოთ თორე. დალევა და ისა. ისე რა საინტერესო, აი მაგარი ნასვავი მოცეკვავი როგორ უნდა იცეკოს. მე კონცერტი ავარია ფილიალები არა მერიოს. ფილიალში მაგ რეპეტიცია. პრობლემა არ არის. იცი რა მითხარი ჩემო ფრიდონ და ბავშვები, ხო შეიძლება ის რომ მოგმართოთ. ახალგაზრდებო. ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე სპექტაკლები, თეატრი როცა პირდაპირ შეგხება გაქვს მაყურებელთან, ხშირია ხოლმე რაღაცა ესეთი გაუთვალისწინებელი ამბები. ვინმეს რამე ხო არ გახსენდებათ ისეთი ცოტა უცნაურ სიტუაციაში, რომ აღმოჩნდით რაღაცა პრობლემა იყო, რაღაცა. ნუ კონცერტს პატარ-პატარა ესეთი ახლავს, რა თქმა უნდა. მე ხა უცებ მომაგონდა ჰააგაში გვაქვს მოგზაურობა და ნუ ბატონმა ფრიდონმა გაგვაფრთხილა რომ იქ რომ ჩავალთ, ნუ ბატონ ფრიდონს ყოველთვის უყვარს რომ ვიყოთ ფორმაში, დისციპლინა მისთვის პირველია და ჩავფრინდით ჰააგაში და გაგვაფრთხილა რომ ფორმაში უნდა იყოთ და საელჩო გველოდება და აბა თქვენ იცით 6-ის ნახევარზე უნდა იყოთ ფოიეში. ნუ გავემზადეთ, ვემზადებით და მოვიდა ეს 6-ის ნახევარი და ყველა ჩავიდა და ზუსტად 1 წუთი არის დარჩენილი და ლიფტში ვარ უკვე ვემზადებით, ჩავდივარ. თუმცა ბატონი ფრიდონი ფოიეში რომ ჩავიდა, ვინ არ არის, ნუ მოდებაძე არ არის. ზუსტად 1 წუთია. და იქ ნუ ფოიეში იძახის რომ ნუ საყვედურს ნუ ბრაზობს რომ საყვედური უნდა სად არის მოდებაძე? ყველა განიცდის რომ აი მოდებაძე რომ ჩამოვა საყვედური უნდა უთხრას.
და ბატონი ფრიდონი სილამაზის მოტრფიალიანი ძალიან უყვარს სილამაზე და ნუ ახლა და ერთი წუთი ლიფტში ვარ და მეც რო დავხედე რომ ერთი წუთი გადაცდა უკვე ვღელავ მე და ნუ გიხსნება ლიფტის კარი და თან ლიფტთან მელოდება გაბრაზებული და გავარ ლიფტთან ნუ გამოპრანჭული და რო დამინახა გული მიცემს რო დამინახა კაი ვაიმე შვილო რა ლამაზი ხარ შვილო წამოდი შენგენაც არაფერი აღარ უთქვია რა დავიწყდა გაბრაზება დავიწყდა კარგია, კარგი, ჩემო ბატონო. ესე იგი, თბილისში იქნება ეს სტუდიები მარტო. იცით რა ჩვენ ძირითადად შემოვიფარგლეთ ეს წელიწადი თბილისის მასშტაბით, მაგრამ აუცილებლად ვიწყებთ უკვე რეგიონალურ კუთხეებში. აქვე მინდა დავაანონსო ბოდიში პატრონო და იმერეთიდან დაიწყება. მოიცა ერთი წამით, რატო დაიწყება ხა ვაიდავა ის იქნება და კახეთიდან იწყებს ეს კაცი. რა ეტაკი პირდაპირ კაცო. სიმღერა და ცეკვა არის კახელების, ოდითგანვე ცნობილია ეს. კი, ცნობილი. არა, არ გაწენინებთ ბატონო. გურჯალინა თუ დაიწყებ ისე იმერეთი მირჩევია ხარ. ჩვენ დავიწყებთ დასავლეთიდან და დავამთავრებთ თელავში. შეგენაცვალე, კარგია რომ დასავლეთია და კერძოდ არ დააკონკრეტეთ ერჯოლა. თელავიდან დაიწყებს. ეს უკვე აპლოდისმენტები ჩემო მეგობრებო. ყავს გამოცდილი ძალიან ბევრ ქორეოგრაფებს ვიცნობთ. ძალიან ბევრ ქორეოგრაფებს ვიცნობთ და მივცემთ შანსს რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები. იქ რეგიონებში დიახ და მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩვენი გეგმებით იხემძღვანელონ რა როგორც ჩვენ ვაკეთებთ. აი ეს გეგმები რა გეგმებიც გვაქვს ასევე იმ რეგიონალურში ზუსტად როგორც ფილიალი იქნება და თქვენი სტატუსის გარდა ასევე იქნება ის გეგმები რა გეგმებითაც წინ მივდივართ. ჩვენ ასევე თავდაცვის სამინისტროსთან გავაფორმეთ მემორანდუმი და ბავშვებს შეეძლებათ ნახევარფასად შეისწავლონ ქართული ცეკვა. აი იმ ჯარისკაცებს, ომში დაღუპული მეომრების შვილები, ვინც დღეს არიან და უნდათ რომ იცოდნენ სახელოვნებო სკოლაში, თავისუფლად შეძლებენ შეისწავლონ ნახევარფასად. ამ სიკეთეს ვაკეთებთ ჩვენ და ვემსახურებით საქართველოს. გადასარევი შენი ვერთა ხელი მოგება. ბიჭებო მესმის ახლა ამისთან გოგოების გვერდზე რო ხართ დამუჯებულები ხართ, მაგრამ რომელი უფრო მჭერმეტყველი ბრძანდებით გარდა კარგი ცეკვის? სახელი რო გაგვეცნო. მე ლუკა მქვია. გვარი? ტყეშელაშვილი. შეგენაცვალე. რამეს ხო არ მოგვიყვები ისე საინტერესოს? 73 წელია და კარგია. ესე იგი რა მინდა იცი კითხო. ფრიდონის გასაგებია ეხა საიდან მოგინდაო ცეკვა ამას ვერ შევეკითხებით, მაგრამ თქვენს ოჯახის წევრები ცეკვავდნენ და რაღაცა განაპირობა თუ ზოგადი ქართული ამბავია? ნუ ჩემთან ოჯახშიც ბიძა ჩემი ცეკვავდა. ნუ სიმღერითაც გამოირჩევა ჩემი ოჯახი და ესე ბავშვობაში მომკიდეს ხელი და მე მიყვანეს ცეკვაზე 5 წლის ვიყავი და იქედან რაც დავიწყეთ დაახლოებით 21 წელია უკვე რაც ჩოხამაცვია და ანსამბლოსთავში 12 წელია რაც მოღვაწეობ. რა ვიცი, ყველაფერი კარგი მოგონებები მაკავშირებს, რაც თავარია ანსამბლოსთავთან. 21 წელია, სულ არის 22-ის. სულ 28 წელს. ზარმაცობ, მე არ ვიცი. არა, ნიკუშამა წეგა როგორც 5 წლიდან ცეკვავს, ნიკუშაც, მაგრამ უბრალოდ ჩოხა ვერ შეიკლა, თორე არჩენი არ არის პრობლემა. ისე რა არის? მეც არ ვცეკვავდი ბავშვობიდან. ეგრეც ვერ ვიტყვი რომ მე ვცეკვო. მე თავიდან სპორტი მიტაცებდა და მე 15 წლიდან გადავწყვიტე რომ უნდა დავიწყო რა. სირბილი, კოჭის ხდა. ნუ ბატონ ფრიდონს საოცარი იუმორი აქვს. საოცარი იუმორი. ვიცნობთ ახლოს და მოკითხვა რა ჩვენ უსაყვარლეს ადამიანს და აპლოდისმენტები მართლა ლეგენდას ქართული ცეკვის და თვითონაც ადამიანია ძალიან მაგარი. საოცარი. ფოტოშორის ერთი რამე მინდა გაგიმხილოთ, არ ვიცი ეს იცით თუ არა. მოსწავლეებმა ასე თქვა შეიძლება. კარგად სვავს ფოტოშორის. ეხლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ კარგად სვავდა და რამდენჯერმე მომიწია მასთან ერთად. ეს ფოტოშორის მკაცრიც არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დალიე ბოლომდე ნუტოვებო, მეუბნებოდა. ამოყვარდა დალევა. რომ მიხვდა რომ მე ცეკვისში არაფერი არ გამომივიდო და
ძალიან ბოლომდე ეს მე ეს არის ხათრიანია რაფრით მასწავლებელს არაცხენიებს ამხელა ქორეოგრაფს მეუბნება გააკეთე ის გასვლა როგორც გასწავლე ისე და ბოლომდე სვამს ისე იშვიათი იყო რესტორანში რომ გაესვა რა თუ გაუსვავ და წავიდო და ბანკეტის ბოლოში ჩავიდო და იქიდან გავუსვავ ისე ეგ ახლა არ ვიცი ხა ის ხო ისტორიას და ჩვენ ქვეყანას დარჩება რომ ეგ საფირმო გასმა რა აკეთებ შენ ცია მე ვცდილობ რომ გავაკეთო აი შენ თვითონ შიგნით როგორ გგონია თვითონ რას გეუბნება ყოველ შემთხვევაში ეხლა მამაჩემი რასაკვირველი ამაყობს რა დღესაც რომ მოდის რეპეტიციებზე რომ უყურებსო ჩვენ ვარჯიშობთ ეხლა რომ ხედავს რომ ახალგაზრდები შემოუერთდნენ ამასამს და ნახულობს რომ მონდომებულები ვართ და აუჩერდებით გახარებულია იმიტომ რომ ხედავს რომ მომავალი გძელდება მე ვაგძელებ მამაჩემის გზას მეც მინდა რომ გავაგზავნო მამაჩემის გზა და ანსამბლი რუსთავი ჩვენი ერთგული ანსამბლია და რომ მოდის და რომ ხედავს რომ ესე ვშრომობთ ეს უხარია და ამასაც მე ვკითხულობ გასმას როცა აკეთებ შენიშვნა მოუწია გასმაზეც შენიშვნაც მოუწია ბევრჯერ მოწონებაც დამსახურე ბევრჯერ მაგრამ მე საკუთარი თავის უკმაყოფილოა მინახავს შენი გასმა და სხვადასხვა ძალიან გადასარევად გამოგდი. ფრიდონი ახლა ლეგენდაა და ლეგენდაა, მაგრამ მე ვცდილობ რომ ჩემი ჭია გავახარო. თავდაბალი ადამიანი. მოხდები ანუ. სხვათა შორის მინდა გითხრა რომ გასმებს აკეთებს პატა ძალიან მაგარად. მაგარი დღეს მანქანას გაუსვა. აი რა, აი საერთოდ არის ორი რაღაც სულაბერიძე მოდისო და გასმებთან დაკავშირებული იყო. კი, აბა რამე. ძალიან ნანობს ხოთი შევიც რომ არ გავყევი. ყოველ შემთხვევაში ხა ჩემ სამსახიობო მიმართულების თვალსაზრისით იქ კიდე რაღაცას მოახერხებ ხა იმდენი ცეკვა არ ჭირდება, მაგრამ ხანდახან ისეთი მაგარ ცეკვას უყურებ, ადამიანური მომენტია და მე აუცილებლად როგორც დამპირდით ვივლი და მოგზავნით. ამდენ აკადემიებს ხსნით და ეხა ერთი აზრი გამიშთა თავში შემონიკოლოს და უნდა გავაჟღერო. აბა ჩვენ გადაცემაში ხშირად შემოფრიდონ არის ხოლმე რომ რაღაცას ვოხუნჯობთ თავისთავად და გარდა ამისა რაღაცა სიმღერებსაც მღერით რაღაცა საინტერესო და არიან ხოლმე ჩვენთან ადამიანები რომლებიც ასე ვთქვათ ცეკვავენ ამ სიმღერებზე და რაღაცა ხელს გვიწყობენ და ასე შემდეგ. თან თუ შენ ესეთი აკადემია გაქვს, ამისთან არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ხარ. ხوار ვითანამშრომლოთ თქო და ჩვენი გუნდის წევრები გახდეთ თქვენ და რამდენჯერმე შემოგვიცეკვეთ ხოლმე ჩვენ სიმღერები თან გაერთობით. კაცები არა ვართ, გოგობიჭებო. დარევა კი გვიყვარს, პატარას გაგილოთებ აქ ვიცი კითხნებიან. მეტი არაფერი არ მოხდება და დავიწყო. არ დავიწყდეს და პრობლემა არ არის. ამდენზეა და გადასარევი აზრია, გადარაბემ. უერთდები, ასაკვირველია. მე თქვენ გვერდში ვარ და გვერდში გიგულოს თქვენი აკადემია. ესე იგი, მოდი ხა დავაკონკრეტოთ. შენი აკადემიის სახელწოდება როგორ არის? ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია. მოკლედ მობრძანეთ შემონიკოლოს ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია აფორმებს მემორანდუმს პარტა გულიაშვილი და ნიკა არაბიძის შოუსთან დღეიდან თუ შეიძლება რომ ფოტოები გემრიო დავაფიქსიროთ რომ ვიცოდეთ ეს აგე ჩემო ბატონო უნდა თქვენი სახით გადასარევი დიდი მადლობა გადასარევი და მშვენიერი ესე იგი უღრმესი მადლობა ამ რამდენიმე წლის წინ ჩემო ფრიდონ უფროსი ბატონ ფრიდონის ღვაწლი რა თქმა უნდა დაფასდა და მისი ვარსკვლავი გაიხსნა ფილარმონიის წინ და იმდენი ვისაუბრეთ რომ გისურვებ შენს იმდენი გეშრომოს ჩემო ბატონო შენს ვარსკვლავს მათ დაამშვენოს ჩვენი ფილარმონია და თუ შრომა მაინდა-მაინც არ გიყვარს მე მოგქიტას ნომერს და გლიჯოთ ერთი ვარსკვლავი არ არის პრობლემა. როგორც ერთი მე დარწმუნებული ვარ რომ საკუთარი შრომით კი ბატონო. ჯობია. აი ბნელი ღამე და კაფელჩიკი ეგ არის. გლიჯოთ ერთი ვარსკვლავი. ესე იგი ჩვენი მემორანდუმის შესახებ რომ ვისაუბრეთ. შესაბამისად მაყურებელს გაუჩნდება ეხა რომ აბა როდის იქნება ეს და რამე ექსპრომტად ხო არ მოვიფიქროთ ერთი სიმღერა გვაქვს ჩვენ ახლა გასაკეთებელი დღევანდელ გადაცემაში.
რომელიც უნდა გავაჟღეროთ. სხვათა შორის ეს სიმღერა ამ სიმღერისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ მორის ჯანაშვილს, ჩვენს მეგობარს, საქართველოს მეგობარს, რომელმაც ასე ვთქვათ, მოგცა ამის სიმღერის საშუალება და უფლება. დიდი მადლობა მოვიკითხავთ მორის ოქროს ადამიანს და მე ვიმღერ. თუ ამ ყვებიან კარგი იქნება და რავი რა გამოვა ვნახოთ და იქნება და მე უნდა დავაბრუნოთ უკან და ეს ამოუჭრათ საერთოდ. არა, კაცო, ეხავე დავამონთებს ცეცხლს. კი ბატონო, საინტერესოა. ცეცხლის დაგდებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მე შემიძლია რა. მეთვლებს გავაკე 1 2 3 რადგან მაყურებელს შევპირდი. ჩემო ბიჭებო, მოდი ნიკუშა ჩემთან უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ სვანური ახალი ილეთები. თუ შეიძლება რომ სვანური და კარგად დაგვაკვირდით ბიჭებთან და მე და ნიკოლოზი გაჩვენებთ როგორ ვცეკვავთ ჩვენ და უпростоრად ვწვალოთ. აბა, მაესტრო. დანამი სორია, გავდივარ. შეგაკეთე როგორ არის? აი, ასე ყოფილა სწორი. აი ეს ვიყავი მე. კარგით, მოდი ჩემო ფრიდონ, მოკლედ დავემშვიდობოთ ამ ბლოკით ჩვენს მაყურებელს შემონიკოლოს და ნახოთ რა გამოგვივა პირველი ფრიდონ სულაბერის აკადემიასთან ერთად ჩვენი სიმღერა და თქვენი ცეკვა. ჩვენი პატარა კოლაბორაცია. წავედით ანსამბლ რუსთავის მოცეკვავეები, ხო?